საქართველო ავღანეთში თავის პირველ ჯარისკაცს კარგავს, ამ სათაური დაქვეყნებს წერილს ინტერნეტ გამოცემა ევრაზიანეტი. საქართველომ ავღანეთში პირველი ჯარისკაცი დაკარგა, ასეულის მეთაური ლეიტენანტი მუხრან შუკვანი გზაზე ნაღმის აფეთქების გამო დაიღუპა. მეორე ჯარისკაცი იმავე აფეთქების დროს მძიმედ დაიჭრა და ორივე ფეხი დაკარგა. საქართველოს ოფიციალურმა პირებმა უმალვე გაუსვეს ხაზი იმას, რომ ეს დანაკარგი მას მისიას ავღანეთში კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებს. ამჟამად ჰელმანდის პროვინციაში დაახლოებით 950 ქართველი ჯარისკაცია დისლოცირებული. ინგლისურენოვანი ქართული მედიის მიხედვით არ იქმნება ისეთი შთაბეჭდილება, რომ ლეიტენანტ შუკვანის სიკვდილმა საქართველოში გაღიზიანება გამოიწვია ავღანეთში ქართული ჯარის დისლოცირების გამო, მაგრამ რუსულმა მედიამ ნამდვილად ისარგებლა ამ შემთხვევით. ჯორჯიან თავისმა ვარაუდი გამოთქვა, რომ სააკაშვილი უმალავს ქართველ ხალხს ინფორმაციას სხვა დანაკარგების შესახებ, ხოლო არტიმ დაინტერესდა ხომ არ ეწირებიან ქართველი ჯარისკაცები თავისი ლიდერების ამბიციებს, წერს ჟურნალისტი ჯოშუა კუცერა. პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს არასოდეს დაუმალავს, რომ მას სურს საქართველოს ნატოში გაწევრიანება, მაგრამ იმ სამხედროების ოჯახებისთვის, რომლებიც ერთმანეთს არიან დაშორებულები, მისი ოცნება კოშმარად იქცა. შარშა როდესაც გამოცხადა ქართული ჯარის დიდი შემადგენლობის გამგზავრების შესახებ, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის ამ ნაბიჯის მხარდაჭერებს მცირე უპირატესობა ჰქონდათ. 45%-მდე ემხრობოდა ჯარის გაგზავნას, 44%-მდე წინააღმდეგი იყო, ხოლო 12%-ს პასუხი არ ჰქონდა. ხომ არ შეიცვლება ეს მაჩვენებელი, ამ კითხვით დამთავრებს ჟურნალისტი საკუთარ სტატიას, რომელიც ევრაზიანეტმა გამოაქვეყნა. საქართველოს მთავრობის გასვლითი სხდომა დღეს ბათუმში გაიმართება. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის სხდომას პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გაუძღვება. წინასწარი ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი მინისტრებთან ქვეყანაში ტურიზმის განვითარებაზე, ასევე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და ეკონომიკურ საკითხებზე ისაუბრებს. მთავრობის სხდომა ბათუმში პიაცას მოედანზე 6 საათზე დაიწყება. მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა ჩატარდება. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე საღვთო ლიტურგიას და რეალის ხეობაში წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ნატაძრალზე ღია ცის ქვეშ აღავლენს. წმინდა იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღეს მორწმუნეები ტრადიციულად მარხვით აღნიშნავენ. სოფლიო ფინანსური კრიზისის მიუხედავად ქართულ საბანკო სისტემაში შარშან ფინანსური ზრდა მაინც დაფიქსირდა. ეს განცხადება გუშინ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მინდოიშვილმა გააკეთა. საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა დეპუტატებს 2009 წლის ანგარიშიც ჩააბარა. ესე იგი 2009 წელს ეროვნული ბანკი ისე როგორც მთელი ქვეყანა მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე იდგა, მათ შორის ფინანსურ სექტორს მოუწია მნიშვნელოვანი შოკების გადატანა. შეიძლება ითქვას, რომ ამ შოკების მიუხედავად ფინანსური სექტორმა ყველა გამოწვევა ძალიან კარგად გადაიტანა. შეიძლება ითქვას, რომ პირიქით გაძლიერდა საფინანსო სექტორი. კომიტეტმა დადასტურდა შეაფასა ეროვნული ბანკის მუშაობა, გამომდინარე იმ პოლიტიკიდან, იგივე მაგალითად მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირება, რომელიც მოხდა 8-დან 5%-ამდე, მთელი რიგი სხვა საკითხები, რომელიც იყო და განხორციელებული სხვადასხვა კონსულტაციების შედეგად ნამდვილად წაადგა ჩვენი, ასე ვთქვათ, საბანკო სექტორის მდგრადობას და ვფიქრობთ, რომ უფრო მეტად უნდა იყოს წარმოდგენილი მაგალითად სადაზღვევო ბაზრის რეგულირებასთან დაკავშირებული საკითხები, მით უმეტეს რომ მთლიანობაში ჩვენ სხვა მმართველებით ვცდილობთ რომ გადავიდეთ სადაზღვევო სექტორზე. შესაძლოა საშელი მძიმე დანაშაულებზე შემცირდეს, როგორიცაა ქურდობა, მძევლა დაყვანა და თაღლითობა, თუმცა ეს არ შეეხებათ პატიმრებს, რომლებიც ამჟამად ამ დანაშაულისთვის იხდიან საშელს. იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატან ცვლილებებზე იფშელეს. პროექტი, რომლის ავტორი საქართველოს იუსტიციის სამინისტროა, სასჯელის ლიბერალიზაციას გულისხმობს. სასჯელის შემცირება საერთო ჯამში სისხლის სამართლის 22 მუხტს შეეხება, მათ შორის ისეთ მძიმე დანაშაულებებსაც, როგორიცაა ქურდობა.
Წარმოდგენილი პროექტი ითვალისწინებს სანქციების შემცირებას გარკვეულ ტიპის დანაშაულებზე, საკმაოდ დანაშაულთა საკმაოდ ფართო სპექტრი შეეხება ეს ლიბერალიზაცია, თაღლითობა, ქურდობა, გაფლანგვა, საზღვრის უკანონო გადაკვეთა და სხვა ძალიან მრავალი დანაშაული. ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგმულის ეს სამართლებრივი პოლიტიკის ლიბერალიზაციისაკენ და მიმართულია იმისთვის, რომ თითოეულ ადამიანს მიღება შეიძლება სწრაფად მიეცეს შანსი, რომ განახორციელოს საკუთარი თავის რესურსალიზაცია და დაუბრუნდეს ნორმალურ ცხოვრების პირობებს. 22 მუხლ სისხლის სამართლის კოდექსისა შეეხო ასევე ეს ლიბერალური დამოკიდებულება. ნაწილში ამ მუხლებისა არის შეცვლილი ქვედა ზღვარი, ანუ ის უფრო დაწეულია. არის რამდენიმე მუხლი, სადაც ზედა ზღვარიც არის დაწეული და ძალიან მძიმე დანაშაულებებსაც ეხება ის, მაგრამ ეს არ შეეხება იმათ, ვისაც უკვე მიესაჯათ